მოგესალმებით. ამ ვიდეოში იხილავთ რამოდენიმე ამოცანას. ყოველი ამოცანის მერე დრო გექნევათ მოსაფიქრებლად და თუ დროში ვერ ჩაეტიეთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო. ჩაინიშნეთ თქვენი პასუხები და ვიდეოს ბოლოში გადაამოწმეთ თუ რამდენად სწორად უპასუხეთ მათ. ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ახლა კი მოისმინეთ პირველი ამოცანა. სამი ადამიანი ერთმანეთის გვერდით დგას. ერთს ქვია სიმართლე, რადგან ის ყოველთვის სიმართლეს ამბობს, მეორეს ხუმარა ქვია, ის ზოგჯერ სიმართლეს ამბობს, ზოგჯერ ცრუობს, მესამეს ტყუილი ქვია, რადგან სულ ცრუობს. ანამ გადაწყვიტა გაერკვია ვინ არის, ამიტომ მათ სამი კითხვა დაუსვა. ანამ მარცხნივ მდგომს კითხა, ვინ დგას შენს გვერდით და მიიღო პასუხი, სიმართლე. შუაში მდგომს კითხა, ვინ ხარ და მიიღო პასუხი, ხუმარა. მარჯვნივ მდგომს კითხა, ვინ დგას შენს გვერდით და მიიღო პასუხი, ტყუილი. ყურადღება, შეკითხვა, ვინ დგას მარცხნივ? ერთმანეთის გვერდით იზრდება 6 ხე: რცხილა, ცაცხვი, ფიჭვი, ტირიფი, წიფელი და თელა. დაალაგეთ ხეების სიმაღლის და მიხედვით, მაღლიდან დაბლისკენ. თუ a. ცაცხვი დაბალია ტირიფზე, b. ფიჭვი მაღალია თელაზე, g. რცხილა დაბალია წიფელზე, d. ფიჭვი დაბალია ცაცხვზე, e. რცხილა მაღალია ტირიფზე. ნინოს აქვს 4 სანთელი. თითოეული სანთლის მთლიანად დაწვას 3 საათი სჭირდება. ამ სანთლებიდან ნინომ 2 აანთო. 30 წუთის შემდეგ ქარმა დაუბერა და ჯერ 1 სანთელი ჩააქრო, ხოლო 1 საათის შემდეგ მეორეც. ნინომ გადაწყვიტა 4-ვე სანთელი აენთო. ამ მომენტიდან რა დრო დასჭირდება ბოლო სანთლის დაწვას, თუ ქარი აღარ დაუბერავს. ციყვი, რომელიც ზამთრისთვის სარჩოს იმარაგებდა, კაკლების გროვას წააწყდა. იგი 3 დღის განმავლობაში შრომობდა, რომ კაკლები საკუთარ ბუდეში გადაეტანა. რამდენი კაკალი გადაიტანა მან სულ ბუდეში? თუ პირველ დღეს გადაიტანა 2-ჯერ ნაკლები კაკალი, ვიდრე მეორე და მესამე დღეს ერთად აღებული, მესამე დღეს გადაიტანა 1 კაკლით ნაკლები, ვიდრე პირველ და მეორე დღეს ერთად აღებული.
დღეისათვის სულ ეს იყო. ახლა კი მოისმინეთ ამოცანის პასუხები. პირველი რომ ყოფილიყო სიმართლე, მაშინ ის არ იტყოდა რომ მის გვერდით დგას სიმართლე. ამავე მიზეზით მეორეც არ შეიძლება იყოს სიმართლე. აქედან გამომდინარე, სიმართლე დგას მარჯვნივ, შუაში დგას ტყუილი და მარცხნივ დგას ხუმარა. ვიცით რომ ცაცხვი ტირიფზე დაბალია, ხოლო რცხილა ტირიფზე მაღალია. ეს ნიშნავს რომ რცხილა ტირიფზე მაღლა დგას, ტირიფი კი ცაცხვზე. შემდეგ ვიგებთ რომ ფიჭვი ცაცხვზე დაბალია და ამავე დროს თელაზე მაღალია. ამიტომ თელა ყველაზე დაბლა გადადის. ბოლოს კი პირობა გვეუბნება რომ რცხილა წიფელზე დაბალია, რაც ნიშნავს რომ წიფელი ყველაზე მაღალია. შედეგად მაღლიდან დაბლისკენ ხეები ასე ლაგდება. წიფელი, რცხილა, ტირიფი, ცაცხვი, ფიჭვი და თელა. ჩვენ ვიცით რომ თითოეული სანთლის დაწვას 3 საათი სჭირდება, ასე რომ პირველი 2 სანთელი რამდენიც არ უნდა დაიწვას, თავიდან რომ მოვუკიდებთ 4-ვე სანთელს, ყველაზე ბოლო დაიწვება ის 2 სანთელი, რომელიც არ იყო თავიდან ანთებული და გამოდის რომ 3 საათი დასჭირდება დრო, რომ ბოლომდე დაიწვას ბოლო სანთელი. ციყვმა პირველ დღეს გადაიტანა 1 კაკალი, მეორე დღესაც 1 და მესამე დღესაც 1. მთლიანობაში მან გადაიტანა 3 კაკალი. ეს ყველა პირობას აკმაყოფილებს.